ერთია იცოდე მერტის შესახებ, მაგრამ მეორე არის, რომ ის გახდეს შენი პირადი გამოცდილება. რამდენი ნაკითხი ადამიანი ვიცით, განსწავლული ადამიანი ვიცით, მაგრამ პრაქტიკაში ხედავთ, რომ ერთს საუბრობენ, მეორე ქმედება საერთოდ სხვა არის. ანუ იმისთვის, რომ ჩვენ უშუალოდ მივიდეთ ღვთის შემეცნებამდე, არც ის არის საკმარისი, რომ სამყარო შევიცნოთ და ადამიანი შევიცნოთ, და არც ის ყოფილა საკმარისი, როგორც წმინდანები გვასწავლიან, რომ ცოდნა მიიღოთ წმინდა წერილისა და წმინდა მამების. არ არის არც ერთ საკმარისი. თუ უშუალოდ შენში არ მოხდა, ასე რომ ვთქვათ, ღმერთის დაბადება. ანუ შენში თუ არ იშვა ღმერთი, რაც არ უნდა განათლებული იყო, მაინც შენს ღვთის შემეცნების საფეხურებზე ვერ ახვალ. იმისთვის, რომ ღვთის შემეცნების საფეხურებზე ზიახსვლა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, აუცილებელია, როგორც პირველი გზის გავლა, ესე იგი ბუნებრივი ღვთის შემეცნების გზის გავლა, აღიარება. მეორე საფეხურზე მისვლაც აუცილებელია, რომ წმინდა წერილს და წმინდა მამებს დავეყრდნოთ და დავეფუძნოთ, იმიტომ რომ ღმერთის შესახებ ყველაზე სრულფასოვანი გამოცხადება და ცოდნა აი ამ წყაროებშია გადმოცემული. შენ გეძლევ ამ ყველაფრის საშუალებით იმის შესაძლებლობა, რომ შენში უშუალოდ მოხდეს იმ ცოდნის რეალიზება.